56 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე, რასაც მოჰყვა ფართომასშტაბიანი პროტესტი და მას შემდეგ არ წყდება ეს პროტესტი, როგორც საქართველოს დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში. დღესაც 56 დღეს მიკრიბებიან მოქალაქეები და ამ წუთებშიც ემატება დროთა განმავლობაში აქციის მონაწილეთა რაოდენობა საპროტესტო აქციას. ბოლო დღეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტში მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა ჯარიმები გზის გადაკეტვის გამო, ამის შემდეგ მოქალაქეები ჯერ იკრიბებიან საქართველოს პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე, მოედანზე და შემდეგ უკვე როცა საკმარისი რაოდენობა იკრიბება აქციის მონაწილეთა, ისინი უკვე ამის შემდეგ კეტავენ რუსთაველის გამზირს. ბოლო 56 დღის განმავლობაში ფაქტობრივად არ ყოფილა არც ერთი დღე, როცა არ გადაკეტილა რუსთაველის გამზირი. 56 დღეს მოქალაქეები მოდიან აქ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებენ ქართული ოცნების პოლიტიკას უცვლელი მოთხოვნებით, რომ ჩატარდეს საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს აქციის დროს.